Tasi დამაჯილდოეს. რა? ვერ მივხვდი. ხომ თხოვე მოტოციკლით სეირნობას მოეშვიდა, საქმეს მიხედევა. მოდა ნამუშევარი მომიწონეს და თასი დამაჯილდოეს. ძალიან კარგი. გილოცავ. ალბათ ფიქრობ, რომ ეს უბრალოდ თასია. რაკი ყველა თავს გევლება და ძვირადღირებული ბეჭდებით განებიურებს. იმათ კონზე ჩემი თასი თვალში არ მოგდის, არა? მე გარ მithქვამს. ყველაფერი ჩემ მაგივრად გადაწყვიტე. ჩემ გარა გინდა. რა სიტყობ? რა სელოდები? გინდა რომ ხელი გთხოვო? კარგი, ასე მოვიქცევი. ამაზე იოლი არაფერია. ავდგე და დავქორწინდეთ. მაგრამ ასეთი ცხოვრებისთვის მზად ხარ? ყველაფრის მიუხედავად ცოლად გამოვყევი? მზად ხარ რომ ჭირიც და ლხინით ჩემთან ერთად გაიზიარო? მიდი. ცოლობას ასე არ სთხოვენ. მუცელში რკინის ნაგლეჯის ჩარტყმით ხელს არავის თხოვენ. გესმის? მაგრამ შენი ჩაფხუტის ქვეშ თავი კი არა, რკინის ნაგლეჯი იმალება. ჩემგან რა გინდა? რა სიტყობ? რა სელოდები? გინდა რომ ხელი გთხოვო? კარგი, ასე მოვიქცევი. ამაზე იოლი არაფერია. ავდგე და დავქორწინდეთ, მაგრამ ასეთი ცხოვრებისთვის მზად ხარ? ყველაფრის მიუხედავად ცოლად გამომყვები? მზად ხარ რომ ჩემი ჭირილიც და ლხინიც გაიზიარო? მიდი. გამომყევი ცოლად. შევფუთოთ. მართალია. შეხედე, შენი ბიჭი. ჩემი სულაც არ არის. მისი სახელის ხსენება აღარ გაბედო. რა ხდება? ქალბატონი არ იმჩნევს რომ დამინახა. უკვე ერთი თვეა ზედაც არ მიყურებს. აი ეს ხდება. რა შევჭირდები? ერთი ღარიბი ხელოსანი ვარ. მოტორბოლის მოყვარული. მე ოცნებე ბიჭი. მართალია. ღმერთო, დარწმუნებული ხარ რომ მიზეზი ეს არის? ასეთი გოგო არ ჩანს. უკვე ყველაფერი სულ ერთია. წავედი ძმო, გვაგვიანდება. რა დაგემართა? ვერ დაინახე როგორ გიყურებდა. უნდა დალაპარაკებოდი. ასე რატომ იქცევი? ხომ გიყვარს? ადგეს და თავის ხელინს უყუროს. წამით არ შორდება გვერდიდან. რა შევჭირდები? როცა გვერდით მოტორბოლის დედოფალი ყავს.
ეს რა ღირს? როგორ მოკაცმულ ხარ? საით გაგიწევიეთ დეიდა საჰერ? იფექის დედამთილი ჩამოდის. შენ კიდევ არ ჩაგიცვამ სამდე ხანს რას ელოდები? ვერ წამოვალ დედა. ჯერ ისევ შეუძლოდ ვარ. ჩემი და გემრიელ რაღაცებს მოამზადებდა. მთელი ღამე აღებინებდა. სიცხეც მაღალი ჰქონდა, წამითაც არ მოგუხუჭავს თვალი. გამოჯამრთელებას გისურვებ. გუშინ წინ დედა ჩემსაც იგივე დაემართა, ალბათ კუჭი აქვს გაღიზიანებული. საშიში არაფერია, მალე გაუვლის. კარგი. სახში დარჩი. შუა დღეს კი ფაფა მოიმზადე. კარგი. კარგად დაისვენე და გაგივლის. მოკითხვა გადაიცი. კარგი. სალიჰა. სასწრაფოდ ორსულობის ტესტი უნდა ვიყიდო. კარგი ქენი ეს რომ აჩვენე. იქნებ მუცილი მომეშალოს და აბორტის გაკეთება აღარ დამჭირდეს. თუ რა თქმა უნდა ორსულად ვარ. თუ მართლა ორსულად ხარ, არ უნდა დაუმალო. სალიჰა. შენი აზრით იმ ქალს ვგავარ, ორსულობის გამო ვინმეს დაქორწინებას რომ აიძულებს. როგორ ფიქრობ, სიამაყე არ გამაჩნია? მეტი რაღა ექნა. 2 თვის წინ ხელი გთხოვა. შენ თვითონ გაჯიუდდი. უკვე 2 თვეა ხმას არსემ. ასე არ არის? სალიჰა, შენ მაინც ნუ მეუბნები ამას. იმუნიათო და უსუსურმა მეთინმაც კი ბეჭედი მიყიდა და გალანტურად მთხოვა ხელი. ჩემი ცხოვრების სიყვარულმა კი რა გააკეთა? ცოლობა მუცელში თასის ჩარტყმით შემომთავაზა. ბარემ თავში ჩაერტყა და იგი იქნებოდა. კარგი, როგორც არის. ის მართლა რომ სდომებოდა. სამსახურს იშოვიდა. ყვავილებს იყიდდა. ამ ბაღში დაკრებდა და მოვიდოდა. მაგრამ არა, მოკლედ როგორც არის. წავიდეს. იმ თავის შეჯიბრზე და ჰელინთან ერთად გამარჯვებაზე იზეიმოს. ღმერთმა ტკბილად შეაბეროთ ერთმანეთს. ხელის გაჭრა გამაკლდა. ახლა რა უნდა ვქნათ? თუ დაიღალე საჭესთან მე დავждები. არა, არ დავხლილ ვარ. კარგი. შესანახავად მნიშვნელოვანი ხალხი ჩამოდის. სპორტული დასაცმლის ცნობილი მარკის წარმომადგენლებს სურთ შენთან დალაპარაკება. 2 თვეა რაც შენს წარმატებებს აკვირდებიან. დიდ სარეკლამო კომპანიაზეა საუბარი. მთელი წლის სპონსორობას რგოლებში გადაღებას და საერთაშორისო შეჯიბრში თანადგომას გთავაზობენ. მოისვენი არაფერს დავეჯახოთ. თუ გაგიჟდი, გინდა რომ დაკრძალვა დაგისპონსორონ? საქმე მოგვარებულია, ჩემსაც მივაღწიე. ჯერ არაფრისთვის მიგიღწევია. ჯერჯერობით ამ ქვეყანაში გაგიცნეს. შენთან დაკავშირებით დიდი გეგმები მაქვს ილიას. მიღწეულზე შეჩერებას ხომ არ აპირებ? თანაც ასეთ წარმატებას ჩვენ სოფელში ნებისმიერი ახალგაზრდა მიაღწევდა.